ერთ-ერთი საავტორო და სამწუხაროდ ამდენი საფასურის უნდა. მიგასავა კლასიფიკაცია. იმერე გადაცემის უმახსოვს სასწავლო გადავალ ეთნიკოსთან გადაცემის მიზანია კიდევ უფრო ახლოს გადაცემა ადამიანების საინტერესო პრობლემები ამოწილების მიღწევა. რომლის ფარგლებში რეგულარულად ჩატარდება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. კულტურის, სპორტის, განათლების, ბიზნესის, ხელოვნების თუ საზოგადოების აქტივი, საპატიო გამომხატველი. ისინი განვიზიარებენ თავიანთ პროფესიულ და პირად გამოჩენილებას. გადაცემაში გაიხსნება ბევრი საინტერესო თემა, ემოციური ისტორიის საუბარი. Sometimes ამბების საგაბია სტუმარი არ იქნება მხოლოდ ფიზიკა და ინტერვიუ, ეს იქნება დიალოგი ადამიანის შორის, ტრადიციებსა და თანამედროვეობას შორის, გამოცდილებასა და მომავლის იმედებს შორის. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარია მალხაზ ხუძრელი. მადლობა რესტორან შილეთას, რომელმაც მასწავლებლობა გაგიწია, აკონიდა ვისაგებრო ოფერი და მიმოუწოდა რესტორანს ახალი სიტუაცია. მადლობა შევახსენოთ რესტორანის მდებარეობს ქუთაისში. მუშაობენაში. ბაგო მალხაზ საქმედება გადაჭრა. როგორც შეიძლება საკუთარ სამხედრო დაუმარცხებლად ისე კონკრეტულად. ერთგულდა პროფესიონალობა. რომლის საქმიანობა ცნობილია სახელმწიფო სამსახურში. თუმცა ჯერჯერობით მაყურებელს ის სხვა შემოქმედებით ხარეს გავაკეთე. ბატონი მალხაზი პოეზიის მოწვეულია. ეს ლექსები, შეათეთრება და კი. მის შემოქმედება ხშირად ვრცელდება სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით ჯგუფ სამხედროებში და დიდი გამოხმაურებას აქვს. მოგესალმებით ბატონო მალხაზ და მადლობა რომ დაგიწყეთ საუბარი. მოგესალმებით, პირიქით მადლობა, რომ ესეთი კარგი პროექტი გაქვთ გამოცხებული. თქვენ პოეზია სენსიტიური სფეროა, გახსოვთ რა თქვენი პირველი ლექსი, როგორი იყო და გამწვავ. ჩემი პირველი ლექსი დავწერე 99 წლის 30 მაისს, ზუსტად მახსოვს 9 აპრილიდან მე-40 დღეს. ეგრეთ წოდებული დედის ძეგლის ტერიტორიიდან მაშინ როგორც ახსოვს ერთადერთი მოქმედი ქრისტიანული ტაძარი იყო ჭაგნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი და სამგლოვიარო პროცესია დაიძრა ქვეითით მოძრაობი ხალხის მიერ შემდგარი და ჩემ სკოლაში სადაც მე სწავლობდი და დავამთავრე საშუალო სკოლა სკოლის წინ ჩაიარა ამ პროცესიამ და მე და ჩემმა ორმა კლასელმა პროტესტის ნიშნად ახლად გამხდარმა პიონერებმა მოიხსენეთ პიონერის ხელსახვევები, დემონსტრაციულად დავწვით და გავიკეთეთ დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის სამფეროვანი ეროვნული დროშა. იმ პროცესის შემდეგ დავწერე უარცდები სამკუპლეტიანი ლექსი იყო 9 აპრილის ტრაგედიაზე, საქართველოს ტრაგედიაზე და ჩვენი აი ამ პროტესტის გამოხატვა გახდა საფუძველი იმისა, რომ დირექტორის კაბინეტში აღმოჩნდა სამივენი ჩაუმართვეს, რა თქმა უნდა, ლექსი, რომელიც პედაგოგმა ნახა ჩემს როუში, მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა წყობა იყო, მოხსნეს სამფეროვანი დროშები და დადგა სკოლაში ჩვენი გარიცხვის საკითხი, მაგრამ საბედნიეროდ გადავრჩი სკოლიდან გარიცხვის. სამწუხაროდ ის ლექსი უკვალოდ გაქრა შემდეგ რა. ახსენეთ ეს თავისი ლექსის შემოქმედება. ის ლექსი თავისი ხელშეწყობოდა და გასწორდა. იგი ძვირად თუ არა, ამან თქვენს დღევანდელ პროფესიას. არა, დღევანდელი პროფესია რაც შეეხება, დღევანდელი პროფესია სხვა კონტექსტიდან დაუნდინარე ავირჩიე, მაგრამ როგორც ასეთი, ჩემ პრინციპულობა რასაც ქვია, ხასიათი, პრინციპული ხასიათი და შეუპოვრობა ეს არის ზუსტად იმ 9 აპრილის ტრაგედიის და იმ მაშინდელი ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებისადმი ძალიან დიდი ინტერესი, რაც იმ მოვლენებმა გამოიწვია და აი თითქოს ჩემში ჩასახლდა რაღაც სხვა პიროვნება იმ დღიდან გამომდინარე იმ დღის შემდეგ და აი ეგ არის კრედო დადებული მაქვს ჩემი ცხოვრების კრედო დაგებული მაქვს რომ თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სამართლიანობა ეს სამი დევიზი არის ჩემი ცხოვრების მიზანი. ნამდვილად აი სამია აღებულ ხალხს და ახალგაზრდებს. გადავიდეთ მეორე ფაქტში, ლექსები როგორც ახსენეთ, გამახსენებელს ყოველს ახსენეთ სამყაროში, სადაც ფიქრების გადადის ემოციები ახლა იქნება. როგორც ხალხ ამ გამახსენებელს ნუ რა თქმა უნდა, კრიტიკა მისაღებია ყველანაირი.
იყო რამოდენიმეჯერ ცოტა ისეთი შეუდარებელი, შეუხამსებელი კომენტარი მოყვა ძირითადად მე პატრიოტული სულისკვეთებით ლექსებს ვწერ, იმიტომ რომ წერან აღნიშნე აბარა ბიჭი ვიყავ მაშინ 10 წლის დავი, როცა ეს ტრაგედია მოხდა, ჩემ თვალწინ ხელად სამგლოვია რომ პროცესიამ ჩაიარა, მოქმედა დღემდე და მგონი სიცოცხლის ბოლომდე გამყვება ეს მუხტი რაც მაშინ ჩემში ჩასახლდა და პოლიტიკურ ერფერზე ზოგიერთი კომენტარებში ვიღაცის მომხრედ აღნიშნავს, ზოგი ვიღაცის მოწინააღმდეგე ხარა. მე დავესესხები მე რა პოსტავას სულ განათლებას მართლა ჭეშმარიტ პატრიოტს მუდავწუნამდებით ვიწრო პარტიულ ინტერესებამდე ჩვენი პარტია უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო და მე არც ერთი პარტიის წევრი არასდროს არ ყოფილვარ და ერთადერთი ვიცი რომ ჩემთვის ამომავალი ვარსკვლავი არის ჩემი ქვეყანა. გარდაუცილად ხონდა ასოციაციას გალაკიან ტაბიძის პოეზიის მეფის დავესესხები თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარული და ნათად ქუთაშხეაში კიდე ქუთაშხეას გმირი ამბობს რომ ადამიანს თუ სიყვარული არ გააჩნია კაცსაც ვერ მოკლავს ის ყველაფრის თავი და თავი თვით სამყაროს შექმნის თავი მე ასე წამს და მიმაჩნია შემოქმედმა სიყვარული ქრისტე ქადაგებს სიყვარულს ხო მოყვასის მოაც სიყვარულს გიყვარდეს ერი შენი ვითარცა მოყვასის შენი და ყველაფრის ამომავალი წერტილი არის სიყვარული ის გამოც შეიძლება ადამიანმა თავი გაწიროს ერთ ორი ყველა დაიფაროს მსგავსი არჩევანის წინაშე მაგრამ მე მიმაჩნია რომ ადამიანმა რომელმისთვისაც არის პირველი სიყვარული სოქს რა გამოდის ამ სიყვარულის კარგად სოქს რა გამოდის სოქს რა გამოდის ვიცით როქცანი პროფესიული პარტიის საკმაოდ დაწესებული როგორ ახერხებთ პოზიციის გამომართვას და ხოლმე პროფესიული მოვალეობის აგონებათვის ნუ ყოფილა შემთხვევები მადლობელი ვარ ტექნოლოგიების smartphone-ები რაც არის გამოყენებაში ძალიან გაიოლდა უფრო ცხოვრება ყველაფრის სანამ ეს ტელეფონები ტექნიკა ინტერნეტი და საერთოდ ეს სივრცე შემოვიდა თუნდაც სკოლის ასაკში თუნდაც ინსტიტუტის პერიოდში სულ მქონდა პატარა ბლოკნოტი რაშიც რომელშიც ხშირად რაღაც მომაწვევებდა მუზა ვინიშნავდი და მე როცა თავისუფალი დრო მქონდა ხოლმე ხვეწავდი კორექტირებას ვიკეთებდი რაღაცებს ეხლა ტელეფონი არის საბედნიერო და როდესაც სივრცეში ვარ ისეთ სივრცეში რომ სიმკვდროვია და რაღაცა თუნდაც 1 წუთით 10 წუთით მაინც მომენტში რაღაც ფიქრებში წასვლით მოდის მუზა და ვაკეთებ ტელეფონში ჩაანიშნებს და აი მე უფრო ღრმა სიღრმისეულად ვიწლები შემდეგ ვაკორექტირებ წერ და ფაქტობრივად მხოლოდ და მხოლოდ სიკეთისთვის შეგიძლია გამოიყენო. ოჯახი ამჟამად ცხოვრობს მშობლებთან ერთად და დედმამიშვილთან ერთად. ყავს ერთი შვილი, რომელიც ივლისის 15-ში ხდება 14 წლის. გაჩერებული ხდება მუზას აღნიშნე წერან რომ აი კონკრეტულად ლექსის მიმართ ინტერესი თუ რა გარკვეული საქმის მიმართ ინტერესი ეს ნებისმიერ შენ თუნდაც პროფესია თუნდაც შუბლმა გიყვარდეს თუ არ გიყვარს ვერ გააკეთებ და აი ამ კონკრეტული ჩემთვის გატაცებას დავარქვევ ახლა ლექსების წერას
რაც მიყვარს ეს ჩემი ხობი, სიყვარულიდან გამომდინარეა. ზერო ისევ და ისევ მივიდივარ იქეთკენ, რომ ყველაფერს ათვლითი წერტილი არის სიყვარული. Sen ტრადიციული კითხვა, რას საფუძვია ახლოს სადაც საფუძველი ადგილი რასაც ლამაზი წარსულდა ხელოვნურობა უკავშირდება. ძალიან საინტერესო კითხვაა. სამტრედე არის ადგილი, სადაც მე ვანის რაიონის სოფელ კობანეებმა გადმოვედი საცხოვრებლად 82 წელს. 82 წლის მერე აგერ 53 წელია, მე 4 წელი დაიწყო ცხოვრობ სამტრედიაში. ნუ იყო გარკვეული პერიოდები სწავლის დროს თბილისში ვიყავი, შემდეგ სამსახურის დროს სხვა რაიონებში მუშაობდი, მაგრამ როგორც ასეთი ცხოვრებით, სულ აქ ცხოვრობდი და აქ არც ვაპირებ სხვა რაიონში ცხოვრებას. სამტრედია ჩემთვის არის მაგალითად ქალაქი და რაიონი, სადაც მე ვისწავლე ის, რამაც ჩამომაყალიბა და შექმნა დღევანდელ ჩემი არსებულ პიროვნება. აქაური უფროსი მეგობრები, ჩემი ასაკის მეგობრები, ჩემზე უფროსი მეგობრები ძალიან დადებით ემოციას გადმომცემენ, ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობ ჩემი ქალაქიდან, ჩემი მეგობრებიდან, ჩემი თანატოლებიდან, ჩემზე უფროსებიდან და თავი ჩემთვის ქალაქი სამტრედია არის ადგილი, სადაც თავს ვგრძნობ შვიდად და დაცულად და სადღაც 2 წლის უკან ჩემ ქალაქს ერთი ლამაზი ლექსი დავუწერე. ტყვები შენი სილამაზით რომ გიყურებ, შორს რომ ვიყავ თვალზე ცრელი დამდენია, ერთი დღეს რომ ვეღარ გნახო მენატრები ჩემო ტყილო სამტრედია. სიყვარულით მე შენს ქუჩებს ვეფერები, შენი სახომ ლამაზი და სხვაფერია. დავბერდები მხოლოდ შენი სიყვარული ჩემო ტყილო და ლამაზო სამტრედია. ვერ შემიცვლი შენ სიყვარულს სხვა ქალაქი, შენს ბაღნარებს ზისხივების დაფენია, გადღეგზელებ გეფერები ხოტბას გასხამ ჩემო ტყილო მშობლიურო სამტრედია. ვიყვარ შენი ქუჩები და არემარე, შენს ბაღებში ყვავილებით სხვაფერია, ძმობისა და სიყვარულის ქალაქი ხარ, გეფერები მშობლიურო სამტრედია. იქრობ სამტრედიის კითხვას, სულები უპასუხოს ნორმალურს და არდა ხალხო ახავს. და ბოლოს არდა ამაყო, გასაჩერით კითხავს, სამი პირველ რიგში ეს სამტრედიას და სრულიად საქართველოს და ასევე ემიგრაციაში მყოფ ყველა ქართველს ულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც კარს არის მომდგარი 2 დღეში სრულიად საქართველოს იზეიმებს ამ პატლაც ღირსეულ სახალხო დღესასწაულს. საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წელში მოიპოვა, მაგრამ 3 წელიწადში დავკარგეთ. 70 წლიანი ოკუპაციის და ანექსიის შემდეგ საქართველოს კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა და ის ტრაგედიიდან ზუსტად 99 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 3 წლის შემდეგ 91 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაეს საბჭოს თავმჯდომარემ ეროვნულმა გვირმა საქართველოს რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და ეს დღე დაამტვრია 9 აპრილს, იმიტომ რომ 9 აპრილს დაღუპულთა გმირები შეეწირნენ საქართველოს დამოუკიდებლობას და მინდა კიდევ ერთხელ ყველას მიულოცო და 7 წლის წინათ 2018 წლის 25 მაისს დავწერე, მაშინაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ვიყავი, ღამით თავისუფლება, ესეთი ლექსია, რომ დაგვიპყროთ და რომ დაგვიმონოთ. ეტავ ვინ მოგცათ ამისუფლება. ამ პატარა ერს ყველამ ვაცადეთ, შევიგრძნოთ ჩვენი თავისუფლება. მოდით განგვესხმის მტერი ქართველებს, მაგრამ ვერ შეძლეს ჩვენი გაქრობა. ბოღმა აწვებათ მტერთა მართველებს საქართველოსთვის სურთ ზის ჩაქრობა. წინაპარ სისხლით მოწყვილ მიწაზე კვლავ ცენდებოდა ვაზი და პური, თმისგან ნასროლი ბასრი ისარი, გაჩერდა ბევრი ქართველის გული.
ჩვენ ქართველები სულით ამაყნით, არ დავეცემით არასდროს არა, მიწას ვარქმევენ და ვაუხრებენ. გადავეფაროთ სამშობლოს ფარად, დღეს გაზაფხულის ამ ლამაზ დილას, უფალი გვაძლევს ხენის უფლებას, ქართველნო ერთმად შევსვათ წასმისი, მაშ გაუმარჯოს თავისუფლებას. არასდროს არ ვის დავუთმობთ არა, ჩვენ საქართველოს მიწებს სიმდიდრეს, არ დავეცემით ჩვენ სულით არა, თუნდაც პიროდეთ როცა გვიჭირდეს, ეს საქართველო რომ ააუხროთ, ნეტა ვინ მოგცათ ამის უფლება, ტერო ვერაგო დასისხლიანო, ჩვენვე წაგვარქვეთ თავისუფლებას. საინტერესოა თავისუფლების უფლება და დღევანდელი ეს პერიოდი ბოლოს არის პერიოდია ექსის გაწერეთ ბოლოს არის რომ წავუდგეთ ნაბიჯებს კი დიდი სიამოვნებით ჩვენს ეპოქაში როდესაც მე სკოლაში ვსწავლობდი სასწავლო წელი მთავრდებოდა ზუსტად 24 მაისს და რატომღაც ჩვენი ინტერვიუც ამ დღეს დაემთხვა და ყველა საშუალო სკოლა და საჯარო სკოლა დამთავრებულს ულოცავ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, უსურვებ წინსვლას, წარმატებებს, ღირსეული პროფესიის არჩევას და თავიანთი სწავლის და განათლების სამშობლოს აღორძინებისთვის და წინსვლისთვის მოხმარებას. ეგ არის ყველაზე მეტი უპირველესი შეიძლება ადამიანს მატერიალურად იჭირდეს, შეიძლება ადამიანს არ კონდეს ფინანსური საშუალება სხვისამებრ კარგად შეიმოსო, კარგი მანქანით იარო, კარგი ტელეფონი კონდეს, მაგრამ ერთადერთი რაც ყველაზე მეტი მთავარია სამშობლო არ უნდა დატოვოს ადამიანმა, იმიტომ რომ ხვალზე რო საფრთხეში ჩავარდეს ჩვენი ქვეყანა ფუძე კაცი რო დავჭირდეთ ხევანდელი გადმოსახედიდან ის ძალა რომელიც საქართველოს უნდა ყავდეს თავის შიგნით გულში აღარ აქვს საუბედური მინდა ყველას მიულოცო სკოლის დამთავრება და ცირე პატარა ლექსით დავასრულებ ამ მილოცვას დღეს ბოლოს არის დარეკავს ჩვენთვის დღეს ჩვენ სულ ახალ ცხოვრებას ვიწყებთ ვემშვიდობებით მშობლიურ სკოლას და ვერ პოულობთ საფერებს სიტყვებს დღეს ორი ცრემლი გვადგება თვალზე ცრემლის სევნის და ცრემლი ხალისის მტკივა რომ ტოვებ მშობლიურ სკოლას ამ ჩვენი სკოლის ძველი ზარისხმით ახალ ცხოვრებას დავიწყებთ ყველა წარმატებების ჩვენგულით გზებზე და ჩვენ სკოლაში პედაგოგები მოუყვებიან პატარებს ჩვენზე. დღეს ბოლოს არის ისმის სკოლებში ვემშვიდობებით სკოლას ბავშვობას, როცა დრო გავა და მოვხუცდებით ჩვენ მოვინატრებთ სკოლის გართობას. ამების ენჯი ულოცავს სკოლის დამთავრებას ყველა მეცნიერებას და უშუალოდ შემოქმედებას. ბატონი ბავშვს საუბარიდან ნაკლები იქნება ინტერესიან მხოლოდ ლექსების վերახარჯვის. ეს არის დამოკიდებულება სამყაროსთან, სიღრმისეულთებთან, ძველი და ნამდვილობის. მადლობას უხსნათ პასუხისმგებლობის და უშუალოდ რომ მის კალამს არასოდეს მოაწყოს გამოვა სამყაროსის შეფერილობა. კიდევ ერთხელ მადლობას უხსნათ რომელიც მდებარეობს რესურსების